აგვისტოს 5 დღის თბილისურ პრემიერას უცხოური მედია ეხმიანება. ჰოლივუდის ვარსკვლავებით სავსე თბილისში შემდეგ ახლა მხოლოდ დაგროვილი ემოციები და პრესის გამოხმაურება დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო 5 ივნისის თბილისი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და უმეტესწილად უარყოფითად. რუსმა ჟურნალისტებმა აგვისტოს 5 დღის გადაღების იდეა, დაფინანსება და მისთვის საბოლოო სახის მიცემა პრეზიდენტ სააკაშვილის დაუოკებელ სურვილად მონათლეს. სლონ რომ გამოაქვეყნა წერილი სათაურით ჰოლივუდი როგორც საშიში ქართული იარაღი, სადაც აღწერილია თბილისური პრემიერის დეტალები, მოსახლეობის განწყობა და თავად ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება. რენი ჰარლინმა კარიერაში უმთავრესი ნამუშევარი დაარქვა ამ ფილმს, თუმცა არც მას და არც დანარჩენებს ალბათ არც აქვთ იმედი, რომ ეს ფილმი სერიოზულ აღიარებას ან შემოსავალს მოუტანთ. ამის მიუხედავად ჰარლინი ტელეკამერების თვალწინ თბილისის აეროპორტში პირქვე დაემხო და ქართულ მიწას აკოცა. პრესკონფერენციაზე კი ფინეთსა და საქართველოს შორის პარალელის გავლების დროს იტირა კიდეც. რუსულისგან განსხვავებით დადებითი შეფასებები არ დაიშურა დასავლურმა მედიამ. ამერიკელმა კინოვარსკვლავებმა ენდი გარსიამ და შერონ სტოუნმა პოსტსაბჭოთა თბილისს საქართველო-რუსეთის ომზე გადაღებულ პრემიერაზე სულ ცოტა ჰოლივუდური კაშკაში შესძინეს, წერს სააგენტო ფრანც პრესი. საქართველოს ხელისუფლებამ ჰარლინს ნებადართეს გადაღებებში შეტაკებები, ჯარისკაცები, ტანკები და ვერტმფრენები გამოეყენებინა. თუმცა ხელისუფლება უარყოფს, რომ ფილმის გადაღებებს პირდაპირი წესით აფინანსებდა. ჰარლინმა რეპორტიორებს უთხრა, რომ პროექტი 12 მილიონი დაჯდა, რითაც უარყო ადრე გავრცელებული ხმები 20 მილიონის შესახებ. ასეა თუ ისე ეს მაინც ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად რჩება, რომელიც ოდესმე გადაუღიათ საქართველოში. ამერიკელმა ვარსკვლავებმა ენდი გარსიამ და შერონ სტოუნმა ექს-საბჭოთა თბილისში კვირას გლამური შემოიტანეს. ასე კი საკუთარ სტატიას ბრიტანული დეილი ტელეგრაფი ასრულებს.